ახალციხის სამუსიკო სკოლამ ნუნუ გაბუნიას უმასპინძლა საღამო ცნობილი ქართველი კომპოზიტორის შემოქმედებას მიეძღვნა. 1 საათის განმავლობაში მოსწავლეებმა ნუნუ გაბუნიას მიერ დაწერილი სიმღერები და სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები შეასრულეს. კომპოზიტორი არაერთი ცნობილი სიმღერის, საბავშვო ნაწარმოებისა და კინოსა და ანიმაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკის ავტორია. როგორც სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი ამბობს, სკოლა ცნობილ კომპოზიტორებს ყოველი სასწავლო წლის დასასრულს მასპინძლობს და მათთვის შემოქმედებით საღამოს აწყობს. მომავალში ახალციხეში რუსუდან ხორავას მოწვევა იგეგმება. მე მთელი გული და სულით როგორც კი მომიწვიეს, მართალია ამ გზაზე ცოტა გამიჭირდა ჩემს ასაკში გზავრობა, მაგრამ დიდი სიხარული და სიამოვნებით მოვდიოდი, იმიტომ რომ ჯერსეთი ეს მხარე ძალიან მიყვარს. და მე ამდენი ბავშვი მელოდებოდა, მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ამდენი სიმღერა და ამდენი ნაწარმოები ქონდა ჩემი მომზადებული. იმიტომ რომ ვიფიქრე, რამდენიმე სიმღერას ალბათ იმღერებენ და ეს იქნებოდა. ძალიან კარგი ბავშვები გვყავს. დღეს წილად ხვდა ბედნიერება, რომ შემხედროდით ქალბატონ ნუნუ გაბუნიას. ის გახლავთ ძალიან მრავალმხრივი და ძალიან საინტერესო კომპოზიტორი. ბავშვები აღფრთოვანებულები არიან ამ დღევანდელი დღით, განსაკუთრებით, როდესაც იმღერეს მის სიმღერა, მისივე შესრულებით და რა ვიცი, აღფრთოვანებულები ვართ, აი ვერ მალავ ემოციებს, ისეთი კარგი საღამო იყო.